კინგსელებო, გილოცავთ ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტურის წარმატებით გადალახვას და გთავაზობთ მეორე ტურის ტესტების მიმოხილვას. განვიხილოთ მესამე კლასი. მესამე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 6 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან. პირველ სავარჯიშოში კინგსელმა მოცემულ ილუსტრაციას უნდა შეუსაბამოს მოქმედების აღნიშნული სიტყვა. Choose the correct answer according to the picture. A. Singing. B. Dancing. C. Reading. ეს დავალება 20 ქულიანია და მასში 10 საკითხია. მეორე სავარჯიშოში მონაწილემ უნდა აირჩიოს მოცემული სიტყვის სწორი მრავლობითი ფორმა. მაგალითად, მოცემულია a tooth. Which plural form is correct? A, B or C? სავარჯიშო 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია. მესამე დავალება სიტყვების ინგლისურად თარგმნას ეხება. Match A, B or C with the Georgian translation. მაგალითად, მოცემულია ძლიერი ხელი. A. A strong head. B. A strong hand. C. A weak hand. ეს სავარჯიშო 10 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება. მეოთხე დავალებაში კინგსელმა უნდა დაასრულოს მოცემული წინადადებები. Finish the sentences. Sugar is A. Round. B. Sweet. C. Salty. ამ დავალებაში 5 საკითხია და ის 15 ქულიანია. მეხუთე სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი ცარიელი ადგილებით, რომლების მოსწავლემ სწორი პასუხებით უნდა შეავსოს. Fill in the blanks with the following words. Penguins are popular. A. Birds. B. Animals. C. Things. ეს დავალება 10 ქულიანია და მასში 5 საკითხია. მეექვსე სავარჯიშო წინადადებების შევსებას ეხება. Choose the correct answer. Ning has got to A. Sister. B. Sisters. C. Brother. ეს სავარჯიშო 10 საკითხისგან შედგება და 30 ქულიანია. რაც შეეხება ბონუს დავალებას, ის 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია. ბონუს სავარჯიშო მართლწერას ეხება. Choose the correctly spelled word A, B or C. კინგსი წარმატებას გისურვებთ.